მნიშვნელოვანი ნაწილია გარემოს დაცვაზე ზრუნვა და აქტივობები, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით ხორციელდება. საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების წარმომადგენელთა გაერთიანება MVO Georgia Plus-ი ნარჩენების მართვის თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დასრულდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტის პლასტიკის ნარჩენების პრევენცია წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი პლასტიკის ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად. რეგიონული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაზელის კონვენციის სამდივნოსთან ერთად. ეროვნულ დონეზე პროექტის განმახორციელებელი საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების წარმომადგენელთა გაერთიანება MVO Georgia Plus-ია. პროექტი ბაზელის კონვენციის ფარგლებში დაარსებული სპეციალური დახმარების ფონდის მიერ დაფინანსდა, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტული გარემოს დაცვის პროექტების განხორციელებას როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში. კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-სა და MVO Georgia Plus-ის ინიციატივით თბილისში მყარი ნარჩენების მორფოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც ზემოთ ნახსენები რეგიონული პროექტის პრაქტიკული გაგრძელებაა. ეს კვლევა გვაძლევს იმ ზუსტ მონაცემებს, რომელიც საიმედო წინაპირობაა ქვეყანაში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მიზნით სათანადო ინვესტიციების მოზიდვისა და გადამამუშავების სექტორის განვითარებისათვის. ნარჩენების შემადგენლობა და რეციკლირების შესაძლებლობები საქართველოში ქალაქ თბილისის მაგალითზე ამ სახელწოდების კვლევის შედეგი ფაქტორი თბილისში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს, სადაც ისაუბრეს პლასტიკის ნარჩენების მართვის გამოწვევებზე. სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia და საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების წარმომადგენელთა გაერთიანება Georgia Plus-ი იყო. მასშტაბური კვლევა პროექტის საერთაშორისო პარტნიორობით საინვესტიციო ბანკ DG Impulse-თან თანამშრომლობით ხორციელდება. კვლევის ფარგლებში თბილისში შერჩეული რაიონებიდან 4 ტონამდე მყარი მუნიციპალური ნარჩენი შეგროვდა და მათი მორფოლოგიური კვლევა განხორციელდა შესაბამისად თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. კვლევის მიზანია დადგინდეს პლასტიკის წილი საერთო ნარჩენების ნაკადში, მისი სტრუქტურა და გადამუშავების პოტენციალი მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია უკვე პროგნოზირება. წარმოქმნილი პლასტიკის ნარჩენების მასის მომავალი 10 წლის განმავლობაში და რა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები იქნება საჭირო სრულფასოვანი შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის შექმნისათვის. კვლევა ასევე ითვალისწინებს წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპით პლასტმასის 100%-იანი შეგროვების შესაძლებლობის შეფასებას. ამ კონტექსტში განისაზღვრება ეგრეთ წოდებული ბოთლკლაპი აპარატების საჭირო რაოდენობა საქართველოს მასშტაბით და მომზადდება ფეთქს გადამამუშავებელი საწარმოების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. პროექტი ასევე მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო ბაზას და შეაფასებს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტურობას. საქართველოს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-სა და Georgia Plus-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით ქვეყანას ეძლევა საშუალება განისაზღვროს საჭირო ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხარჯთეფექტური სქემების დანერგვას, რაც გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების სრულ ამოღებას გარემოდან, მათ რეციკლირებას და ისევ საწარმოო პროცესში დაბრუნებას. გაკეთდა ახლა რეგიონული პროექტი, რომლის პრეზენტაცია დღეს სამინისტრომ წარადგინა Georgia Plus-თან ერთად. ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ წარმოების გაფართოებული ვალდებულება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სქემა არის, საშუალება, ინსტრუმენტი, პოლიტიკა თუ გნება დავარქვათ, რომ გარემოდან იქნეს ამოღებული რაც შეიძლება მეტი ნარჩენი, რაც შეიძლება გადამუშავებული იყოს ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით, რომ არ ავნოს არც საზოგადოებას, არც ჩვენს ბუნებას ზიანი ნაკლებით მივაყენოთ და ამით მოვიგებთ უყველა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს ეხებოდა დღევანდელი შეხვედრა, კონკრეტულად პლასტიკის დაბინძურების პრევენციის საკითხს, არსებულ მდგომარეობას, სიტუაციის ანალიზს, რეკომენდაციებს. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ერთის მხრივ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და კერძო სექტორის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებიც, სადაც მოხდა ინფორმაციის გაცვლა
მისვლა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააზიარეს ინფორმაცია იმ პოლიტიკის შესახებ, რასაც ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნარჩენების მართვის კუთხით. თანდათანობით უნდა გაძლიერდეს კერძო სექტორის როლი ნარჩენების მართვის საკითხებში. ეს ზუსტად ეხმიანება იმ თემას, რაც დღეს იყო განხილული. თბილისი უკვე ემზადება და დაწყებულია შესაბამისი ქარხნის მშენებლობა, სადაც მოხდება ეს. გარდა ამისა, ეწყობა ასევე ნაჟური წყლების ასე ვთქვათ ემისიების თავიანაცილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ფიქრობთ ის გარემოს დაცვითი ვალდებულებებია, რომლებიც აუცილებელია, რომ თბილისის მოსახლეობისთვის შევქმნათ სასურველი გარემო.